მოგესალმებით მეგობრებო, quorum-ი გვაქვს შესაბამისად ჩვენ შეგვიძლია ადამიანის უფლებების დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ხდომა გავხსნათ თქვენის ნებართვით პირველ რიგში წარმოგიდგენთ დღის წესრიგს და გთხოვთ დღის წესრიგის დარიგებული თანმიმდევრობით დამტკიცებას. პირველი ორი საკითხი გვექნება სულ დღეს განსახილველი, აქედან პირველი საკითხი არის საკანონმდებლო პაკეტი ბატონების არჩილ გორდულაძის, დავით მათიკაშვილის და სხვა კოლეგების მიერ წარმოდგენილ, ეს არის გენდერული თანასწორობის შესახებ საქართველოს კანონში შესატანილი ცვლილებების სხვა თანმდევ ინიციატივებთან ერთად, რომელსაც მესამე მოსმენით განვიხილავდა ბატონი დავით მათიკაშვილი წარმოგვიდგენს და მეორე საკითხი გვექნება საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის საკითხი, რომელსაც უკვე თავად გაგაცნობთ. აქედან გთხოვთ კენჭი უყაროთ დღის წესრიგს და ბატონ დავით მათიკაშვილს ვთხოვ რომ წარმოგვიდგინოს ეს ინიციატივა. რახან პაკეტი არის და მესამე მოსმენით განვიხილავთ ბატონო დავით სათითაოდ შემავალ ინიციატივებზე გთხოვთ თუ არის რედაქციული ხასიათის ცვლილებები რომ გითხრათ. პირველ რიგში ეს არის გენდერული თანასწორობის შესახებ საქართველოს კანონის პროექტი. მოგესალმებით, მივესალმებით ამ საზოგადოებას. მესამე მოსმენით წარმოგიდგენთ პაკეტის კანონ პროექტებისა, რომელიც ეხება გენდერული ტერმინი გენდერის ამოღებას შესაბამის საკანონმდებლო დაწესებიდან და ქალისა და მამაკაცის თანასწორობის პრინციპით ჩანაცვლებას, ისევე როგორც ქალისა და ბავშვის უფლებების კუთხით შესაბამისი საბჭოების ჩამოყალიბების სავალდებულობას. არის მხოლოდ რედაქციული ხასიათის ცვლილებები მეორე მოსმენის შემდგომ. პირველ კანონ პროექტად შეეხება ეს გენდერული თანასწორობის შესახებ საქართველოს კანონის პროექტი, არის მხოლოდ რედაქციული ხასიათის ცვლილებები და დარიგებულია ეს კითხვები ხომ არ გვაქვს? კეთილი შემდეგი მოსდევს უკვე შეზღუდული ხელოვნებათა პირთა უფლებების შესახებ საქართველოს კანონის ცვლილებები, მესამე მოსმენით მხოლოდ რედაქციული ხასიათის ცვლილებები, კითხვებიც არ არის, დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვის შესახებ, ანალოგიურად მხოლოდ რედაქციული ხასიათი. ქალთა მიმართ ძალადობის ან დაოჯახში ძალადობის, აღკვეთის ძალადობის სხვებთან დაცვის და დახმარების შესახებ, მხოლოდ რედაქციული ხასიათის კითხვებიც არ არის, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ, ასევე მხოლოდ რედაქციული ხასიათის. კეთილი მაუწყებლობის შესახებ, იგივეა. შემდეგი არის კითხვებიც არ იყო აქ და მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის ცვლილებები თუ გვაქვს, ასევე არის მხოლოდ რედაქციული ხასიათის. კეთილი კითხვები არ გვაქვს, მოხალისეობის შესახებ საქართველოს კანონში ანალოგიურად არის მხოლოდ რედაქციული ხასიათის. კითხვები, მოსაზრებები არ არის, საერთაშორისო დაცვის შესახებ საქართველოს კანონში, მხოლოდ რედაქციული ხასიათის. საჯარო სამსახურის შესახებ, ასევე რედაქციული ხასიათის. შემდეგ მოსდევს სურსათის დანაკარგებისა და მისი ნარჩენების შემცირების და სურსათის წერილობის შესახებ, ასევე რედაქციული ხასიათის. კითხვებიც არ გვაქვს შრომის ინსპექციის შესახებ. შემდეგ არის უკვე ორგანული კანონის პროექტები, ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონში ბატონო დავით. მხოლოდ რედაქციული ხასიათის. კეთილი კითხვებიც არ აქვს კომიტეტს, საქართველოს ორგანული კანონი ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი, ასევე რედაქციული ხასიათის. და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი. ბატონო რედაქციული ხასიათის. ასევე რედაქციული. ერთი საკითხი თუ არ ვწდები გამოგჩა ბატონ თავმჯდომარე, ეს არის საქართველოს სამართლის კოდექსში თვლების შეტანის თავზე, რომელშიც ასევე არის მხოლოდ რედაქციული ხასიათის. კითხვები ხომ არ გვაქვს? კეთილი, მადლობა ბატონო დავით, საკითხი განხილული არის და გადავართ მეორე საკითხზე, რომელსაც პირველი მოსმენის წესით განვიხილავდა ბატონ სავალანს, ჩვენს მოადგილეს ვთხოვ რომ წაუძღვეს კომიტეტის ხდომას. მოგესალმებით კოლეგებო, წარმოგიდგენთ საქართველოს პარლამენტის წევრების რათი იონათამიშვილის, სალომე ჭინჯოლავას, ანტონ ობოლაშვილის და არჩილ გორდულაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს ორგანული კანონის პროექტი საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე მომხსენებელი პარლამენტის წევრი ბატონ რათი იონათამიშვილი. მადლობა ბატონო სავალან, კიდევ ერთხელ მივესალმებით ჩემს კოლეგებს. პირველი მოსმენის წესით წარმოგიდგენთ კანონის
კანონის პროექტს, რომელიც თანახმად დაცულებები შედის ორგანულ კანონში, ეს არის საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ კანონი. ცულებების თანახმად მხოლოდ ერთი საკითხი არის, ანუ ემატება მუხლი 26 პრიმა, რაც გულისხმობს სახალხო დამცველისა და სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლების სოციალური და ჯანმრთელობის გარანტიების შექმნას და აქ არის საუბარი დაზღვევებზე და ეს ინიციატივა შემუშავდა საქართველოს სახალხო დამცველთან კონსულტაციის გზით. მოგეხსენებათ, დღეს კანონის თანახმად ერთიანი მიდგომა არ არის, იგივე მაგალითად მოვიყვანო პერსონალური მონაცემების დაცვის სამსახურის თანამშრომლებს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებსა და სახალხო დამცველის თანამშრომლებს შორის სადაზღვეო გარანტიების მიმართულებით, აქედან გამომდინარე ანალოგიური წესი შემოგვაქვს აქაც, რომ ვალდებულება სახელმწიფოს მხრიდან დაზღვევის ჩნდება, ეს ეხება ჯანმრთელობის დაცვასაც, ასევე თუ სამსახურეობრივი მოვალეობის დროს მიიღო დაზიანება კონკრეტულმა პირმა. ჩვენი მიზანი არის, რომ ამ მხრივ იყოს ეს გარანტიები საკანონმდებლო დონეზე. დღესაც იღებენ ასაკვირველია დაზღვევას თანამშრომლები, მაგრამ როდესაც ეს უკვე კანონის მიერი გარანტია ხდება, ვფიქრობთ, რომ ეს კიდევ უფრო მეტად გააუმჯობესებს და აწევს თუნდაც მოტივაციას თანამშრომლებისა. ძირითადი არცია ეს არის სწორედ ამ ინიციატივასთან დაკავშირებით, რაც გვაქვს და დამატებითი კითხვები თუ იქნება, მზად ვარ გიპასუხოთ. მადლობა ბატონო. კოლეგებო, კითხვები ხომ არა გაქვთ? მადლობთ. საკითხი განხილულია. ბატონო, ესე იგი დღის წესრიგით გათვალისწინებული ორივე საკითხი განხილულია. გთხოვთ დავაღენოთ გენჯისხრაზე. პირველი საკითხი პაკეტი მოსმენით იქნა განხილული, ვინ არის მომხრე? ერთხმად მიღებულია. მეორე საკითხი პარლამენტის წევრების, როგორც მოხსნეს საქართველოს ორგანული კანონის ცვლილების შეტანის თაობაზე, ვინ არის მომხრე? მიღებულია. ერთხმად მადლობა. კომიტეტის ხდომა დასრულებულია. მადლობთ.